გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო, დაიწყო სანაკრებო პაუზა, მოგვიახლოვდა სანაკრებო მატჩები, 2026 წელს ნაკრები პირველ მატჩებს ჩაატარებს, 26 მარტს ისრაელს უმასპინძლებთ და 29-ში ლიეტუვაში ჩავალთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშებია, ორივე მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ბოლო 6 ოფიციალურ მატჩი საქართველოს ნაკრებმა წააგო 5 ჯერ. ასეთი რაღაც არ მომხდარა ძალიან დიდი ხანია. ბოლოს როცა ნაკრებმა 6 ოფიციალურიდან 5 მატჩი წააგო, მაშინ კუპერი იყო მწვრთნელი. მე სტუდენტი ვიყავი და ვინც ეს ვიდეო უნდა დაამონტაჟოს, ეგ 4 წლის იყო. ამდენი ხნის წინ მოხდა ეგეთი რაღაც. ქვეყანაში გვყავს გულშემატკივრების თაობა, რომლებიც არ მოსწრებიან ეგეთ რამეს, რომ ნაკრებს 6 თამაშიდან 5 წაიგოს, ეს რა არის? არ ვიცით. მათთვის ცოტა მძიმე გადასატანია ეს ყველაფერი. საქართველოს ნაკრები ამ თაობისთვის ასოცირდება გამარჯვებასთან, ევროპის ჩემპიონატთან, უვიზო რეჟიმთან, შუქთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წაგებებს ძალიან არ გავუშინაურდეთ. წაგება ისევ ჩვეულებრივი ამბავი არ გავხადოთ. მოსაგებია ეს თამაშები და განწყობა გამოსასწორებელი. ეს პირველი მიზეზი, რატო გჭირდება კარგად თამაში ამ მატჩებში. მეორე, სანიოლმა უნდა გვაჩვენოს, რომ გუნდის მართვა ისევ შეუძლია. ბოლო მატჩებში ჩამოშლილი იყო ნაკრები, ნული ემოცია, არავითარი ცეცხლი თვალებში. ამ ამხანაგურებში სამწვრთნელო შტაბმა უნდა დაგვანახოს, რომ ისევ შეუძლიათ გუნდის ანთება. მესამე მიზეზი. კარგად მოვემზადოთ და კარგ განწყობაზე შევხვდეთ ერთა ლიგას, სადაც იდეალური კალენდარი გვაქვს, 2 საშინაო მატჩით ვიწყებთ და ეგ შანსი გამოსაყენებელია. ამ და სხვა მიზეზების გამო ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამხანაგურების მაღალ დონეზე ჩატარება. გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს. მადლობა კაშოს. 17 წელი ერთგულად ემსახურა ნაკრებს. იმ დროს, როცა სახელი ძალიან მქონდა გაფუჭებული და ქართველი ფეხბურთელი არაპროფესიონალიზმთან ასოცირდებოდა, გურამი იყო შრომის და მიზან დასახულობის მაგალითი და ბევრი ახალგაზრდისთვის გახდა მისაბაძი. ზოგადად კაშიას თაობა 86 და 87-იანები, კანკავა კაშია ლორია, ძალიან მაგარი თაობა გამოგვადგა, ერთგვარი მენტალური რევოლუცია მოახდინეს ქართულ ფეხბურთში, თავიანთი საქმისადმი მიდგომით, ძალიან კარგი მაგალითი მისცეს ახალ თაობას და მადლობა ამ თაობას და მადლობა და წარმატებები. კაშიას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ჩემზე უფროსი აღარავინ დარჩება. დაუბერდით. ჩემი ხნის აღარავინ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოს ნაკრებში. ბავშვობაში, როცა სპორტის გულშემატკივარი ხდები, სპორტსმენები შენთვის არიან დიდი ბიჭები, მისაბაძები, რო გაიზრდები შენც ეგეთი გინდა გამოხვიდე. გადის წლები და ჰოპ, უკვე ვიღაც ბავშვებს გულშემატკივრო და აქეთ აძლევ რჩევებს, რომ ვარჯიში არ დაგეზაროს ბიძი და აბა შენცი ნიჭს გაუფრთხილდი. ყველაზე მტკივნეულია, როცა შენზე 7 წლით უმცროს ფეხბურთელზე კომენტატორი ამბობს, ვეტერანი ნახევარმცველი შეძლებს 90 წუთი ამ ტემპში თამაშს. აი ეგ არის ყველაზე მწარე. ერთი ის მამშვიდებს, რომ მესი და რონალდუ ისევ თამაშობენ, ჯერჯერობით მილენიალები მოწოდების სიმაღლეზე ვრჩებით. კარგი, გადავიდეთ უშუალოდ თამაშებზე. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 85 მილიონია, ცოტათი ნაკლები, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი ისრაელის ნაკრები. თუნდაც აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილში ფავორიტი საქართველოს ნაკრებია, მაგრამ არა საქმე ასე მარტივად. მაგალითად, მიქაუტაძე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი ბულგარეთის ნაკრები.
მამარდაშვილი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მთელი ბულგარეთის ნაკრები. კვარა ლამის სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე მთელი ბულგარეთის ნაკრები, მაგრამ წავაგეთ ბულგარეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერმარკეტის ფასები ძალიან ახლოსაა რეალობასთან, ფეხბურთში იგებს გუნდი და არა რომელიმე კონკრეტული ვარსკვლავი. ისრაელი ძალიან შეკრული, შეთამაშებული საინტერესო გუნდია და საინტერესო გამოცდა გველოდება. ისრაელთან აქამდე გვითამაშია 6 ჯერ, 4 ამხანაგური, 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება ამხანაგურებში და 2 ოფიციალური, 1 ფრე, 1 წაგება. ისრაელთან ოფიციალური მოგება არა გვაქვს. ოფიციალურში 1 ფრე, 1 წაგება და დანარჩენები ამხანაგურები. მოსაგებია ესე იგი, მოსაგებია. ისრაელთან თამაშებიდან საუკეთესო მოგონება გვაქვს კინკლაძის გოლი, მიიღო ბურთი, დაიწყო ჰორიზონტალური დრიბლინგი, დაინახა მეკარე გამოსული იყო გარიდან, გაახსენდა უელსთან გოლი და გაიმეორა. კინკლაძის გოლი უელსთან ყველას ახსოვს, აი ეს გოლი არაა ეგრე გაბაზრებული, არ ვიცი რატომ, ჩვეულებრივი შედევრია. ასეთი კინკლაძეს კიდევ აქვს 3, არა, ჯამში 3. უელსთან, ისრაელთან და მესამე აქვს ტუნისთან. მოდი ვნახოთ 3-ვე. პირველი ეს არის უელსთან, სადაც ეს გოლი ყველას გვაქვს ნანახი, ულამაზესი გოლი, საუთჰოლს გადაუგდო. ეს არის ისრაელთან გოლი, რომელზეც ვისაუბრეთ. ესეც ძალიან ლამაზი გოლი, იგივე სტილში. ეს ტუნისთან გოლი, ულამაზესი საოცარი გოლი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რომელი იყო საუკეთესო ამ 3-დან. ჩემი აზრით საუკეთესოა ტუნისთან გოლი. ერთ კაცს გაცდება, მეორეს გადირკავს, მერე უახლოვდება საჯარიმოს, 3 მცველს შორის ხვდება, 3 კაცი აზის ფეხზე და ისე უგდებს მეკარეს ბურთს თავზე, თან მახვილი კუთხეა. ჩემი აზრით, პუშკაშის პრიზი უნდა მოეგო ამ გოლს. მაგრამ ალბათ კაი ხარისხში არ გქონდა ეს ვიდეო და ვერ გავაგზავნეთ. ეხაც არა გვაქვს კაი ხარისხში. უეჭველი პუშკაშის გოლია, მაგრამ ახლა ამ ხარისხში ვის გინდა აჩვენო. ახლა გადავიდეთ ლიეტუვასთან მატჩზე. ლიეტუვასთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, იმიტომ რომ ლიტვით, მაშინ ასე ერქვა, იწყება საქართველოს ნაკრების ისტორია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი არაოფიციალური მატჩიც ლიტვასთან ჩავატარეთ და FIFA-ს ეგიდით პირველი მატჩიც ლიტვასთან ჩავატარეთ. 1992 წლის ივლისში FIFA-ში მიგვიღეს, შესაბამისად გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები მალევე დაიწყებდა მზადებას პირველი ოფიციალური მატჩისთვის, თუმცა რუსებს სხვა გეგმები ჰქონდათ, მაშინ აგვისტოში აფხაზეთის ომი გაგვიჩაღეს და ვისღა ეფეხბურთებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკრებს პირველი ისტორიული ოფიციალური მატჩი ჩაეტარებინა მაინც და ეს მატჩი უნდა ყოფილიყო ვილნიუსში. დაიგეგმა ნაკრების შეკრება ქუთაისში, ტორპედოს ბაზაზე. პირველ შეკრებაზე მხოლოდ 14-მა ფეხბურთელმა შეძლო გამოცხადება, იმიტომ რომ სოხუმის, ცხუმის ფეხბურთელები ვერ გამოცხადდნენ შეკრებაზე ომის გამო. ნაკრების შეკრებაზე ოჩამჩირედან ფეხით წამოვიდა მურთაზ-შელია, 30 კილომეტრი ფეხითი არა და მერე გამლველმა მანქანამ დაიმგზავრა ქუთაისამდე. იოლი გზა არც თბილისიდან წამოსულ ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგალითად დევაძე და ყიზილაშვილი ქუთაისის შესასვლელთან ავტომატიანმა უცხო პირებმა. აი, რაზე უნდა ხო, აი როგორ გინდა გაგეცინოს, მაგრამ თან ტრაგედიაც რო სასაცილოა ხანდახან ავტომატიანებმა გააჩერეს, ალბათ დაყაჩაღების მიზნით, მაგრამ ნაკრებმა გაჭრა და ფეხბურთმა გაჭრა და ბიჭები გაუშვეს შეკრებაზე. საქართველოს ნაკრებმა 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა ამ მომზადების ფარგლებში, წყალტუბოს სამგურალთან და ქუთაისის ტორპედოსთან. 2-ვე მოიგო საქართველოს ნაკრებმა. ტორპედოსთან ამხანაგური მატჩი იყო ისტორიული, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიგან ორაკიძე ამავდროულად ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელიც იყო. ორივე მწვრთნელი იყო? მოხდარიო? ერთმანეთში ითამაშეს რა. გაგიკვირდებათ და ნაკრებს
ქუთაისის შეკრებაზე რამდენიმე ჟურნალისტიც ახლდა ომის მიუხედავად. ჟურნალისტებიც ასევე ტორპედოს ბაზაზე ცხოვრობდნენ და აშუქებდნენ ნაკრების მზადებას. მაშინდელი 1992 წლის ერთ-ერთი სტატიიდან წაგიკითხავთ ამონარიც. არველაძე, ცომაია, ჯიშკარიანი და დარასელია ფეხბურთზე არანაკლებ დომინოს ურახუნებენ. რა უნდა ეკნათ ეხა ვარჯიშამდე 92-ში ბაზაზე გამოკეტილი რო ხარ, რა უნდა გააკეთო ეხა შუქიც ალბათ არ იქნებოდა ეგრე ყოველ წუთს. და ჟურნალისტებიც გააშუქა ყოველდღიურობა ეხა რა. ეხა დომინოც რას ერჩი, მშვენიერი თამაშია. ამის შემდეგ, ამ ქუთაისის შეკრების შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და შემდეგ უკვე წავედით ლიეტუვაში. უფულობის გამო ვერ მოხერხდა ჩარტერული რეისის ორგანიზება, ამიტომ ნაკრები ჩაფრინდა მინსკში, ჩვეულებრივი რეისით და იქედან ავტობუსით წავიდა ვილნიუსში, ჯამში 17 საათი იმგზავრა გუნდმა. როგორც ჩანს, არც წესიერი სასტუმროს ფული ჰქონდა და ლიტველებმა დაგვაბინავეს სპორტ დარბაზის 4 კაციან ოთახებში, სადაც ცხელი წყალი არ იყო. მოკლედ წავაგეთ ის მატჩი. მოკლედ წავაგეთ ის მატჩი 1-0. ასე დაიწყო საქართველოს ლიეტუვის საფეხბურთო ისტორია FIFA-ს ეგიდით. ახლა სხვა დროა. ჩავფრინდებით პირდაპირ რეისით, საუკეთესო სასტუმროში დავბინავდებით, სამჯერ შევჭამთ დღეში და აბა ეხა მოვიდნენ რა. ჯამში სამჯერ კი არ შევჭამთ, დღეში სამჯერ შევჭამთ. იქ სამჯერ შევჭამეთ სულ. და აქ ყოველ დღე დილას, შუა დღეს, საღამოს. აბა ეხა მოვიდნენ რა. ესეთი იყო მოკლე ისტორიული გადახვევა ლიტვა საქართველოს საფეხბურთო ამბებზე. მოკლედ წარმატება ნაკრებს იმედია ნაყოფიერად გამოვიყენებთ ამ ხანაგურებს. ცნობილმა სპორტულმა გვერდმა Spirit Football-მა საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ესეთი ნაკრებია ამ Spirit Football-ის ვერსიით. მეკარე მამარდაშვილი, დაცვის ცენტრი ჩივაძე ხურცილავა, დაცვის ფლანგები მარჯვნივ ძოძუაშვილი, მარცხნივ კალაძე, საყრდენი სულაქველიძე, მის წინ კინკლაძე და ყიფიანი, მარცხნივ მესი რაღა იყო და ძალიან მე მგონი არც შემშლია მარცხნივ მესხი არაფერი არ შემშლია ჩემი აზრით მარცხნივ მესხი მარჯვნივ კვარა ფორვარდი შოთი წვრთნელი სანიოლი საკმაოდ ნორმალური სიმბოლურია თუმცა რამდენიმე ცვლილებას შევიტანდი მაგალითად შოთის ნაცვლად შენგელიას ჩავსვამდი თვითონ შოთიც ამას იტყოდა დარწმუნებული ვარ კინკლაძეც ჩემი აზრით აქ ვერ მოხვდება თუმცა ეს ხა კამათის საკითხი არის ხა ვიღაც გუცაევს ჩამატებს ვიღაც მეტრეველს ეგ ხა გადასარევი ნაკრებია რამდენიმე ფეხბურთელზე იქნება კამათი რა თქმა უნდა მაგრამ თუ მხოლოდ ერთი ცვლილების უფლება მექნება მაშინ მარჯვენა მცველზე გადმოვიყვანდი სანიოლს და მწვრთნელად ძოძუაშვილი ყველასთვის ასე აჯობებს ჩემი აზრით, თორე წარმოვიდგინე რომ ეს გუნდი მართლა ყავს, მართლა ეს ნაკრები ყავს, გადის სათამაშოდ და სანიოლი ამწვრთნელი გამისკდა გული. ამიტომ მარჯვენა მცველზე სანიოლი იყოს და პრაიმ ძოძუაშვილი, აი ლატვიაში რომ მუშაობდა, ის ძოძუაშვილი გადმოვიყვანოთ მწვრთნელად. დაწერეთ თქვენი ვერსია, ვიკამათოთ უსასრულოდ. რას შეცვლიდით Spirit Football-ის ვერსიაში. საერთო ჯამში უცხოელების გაკეთებული ნაკრების ფონზე ძალიან მაგარი ნაკრები არის რა. რაც შეეხება გათამაშებას. ვაგრძელებ ბოდო გლიმტის მაისურზე ჩალიჯს. სადვიშოთ მაისური დავურეკე კროკოშოპს. მეთქი ჩოკბურთის ბურთების ამკრეფი მილი გააქვთ შარზე ვარ რა ხო ხდეთ კიო გვაქვსო ბოთლისებრი
დომკრატი თუ გაქვთ მეთქი? კიო, გვაქვს, აგერო. მილების შესადუღებელი აპარატი თუ გაქვთ მეთქი? კიო, გვაქვს, ჩვენთან ყველაფერი იყიდებაო. რო ვერ ჩავჭერი ვერაფერში, მეთქი ბოდოგლიმტის მაისური რატო არ გაქვთქო და მანდ უკვე მორჩა ყველაფერი. ბოლოს მაინც ჩავჭერი და 500 ლარიანი ვაუჩერი ავართვი. ბოდოგლიმტის მაისური როგორ არა გაქვთქო და 500 ლარიანი. თავარი გათამაშება რო იქნება, იქ გათამაშდება. ეს იქ გასათამაშებლად. 500 ლარიანი ვაუჩერი. ერთი, მარტო ეს კი არ გათამაშდება, ეს ერთი მოვიპოვე. მაგრამ მე კიდევ ვაგრძელებ დატერორებას. წინა ეპიზოდიდან ავარჩიე ეს კომენტარი, რომელიც გადავა მთავარ გათამაშებაში, ცოტნე წერს. 20,000 გამომწერზე არქივას დიეტა დაიდოს. კი ბატონო. ანუ მე ვთხოვ და იმედია გაგვიზიარებს. თავარი გათამაშება კი კარგია, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვინ იცის ისე სწრაფად იცვლება ცხოვრება. ამ წუთას, აი დღეს ხო გვინდა საჩუქრები. არა, ხომ მართალიო არა. ხვალ იკითხოს, დღეს ხო გვინდა საჩუქრები. ვიფიქრე, სად ვიშოვო საჩუქრები, ვის ავუშარდე ახლა. კროკოშოპის მერე დაურეკე კროკოს. თვითონ კროკოს. ანუ კროკოშოპის არა, თვითონ კროკოს. მეთქი თბილისის დინამოს რატო არ ასპონსორებთ? როგორ არა ვასპონსორებთ? ვა. მეთქი დაბალ ლიგებს რატო არ ეხმარებით? გორის გორს რატო არ ასპონსორებთ? როგორ არა ვასპონსორებთ? ვა. მეთქი ქუთაისის აიას რატო არ ასპონსორებთ? ვასპონსორებთო. ქუთაისის არესს ვასპონსორებთო. მეთქი ვილიარეალს რატო არ ასპონსორებთ? რას ამბობ ვასპონსორებთო? რო ვეღარაფერში ჩავჭერი, ბოლოს ბოდოგლიმს რატო არ ასპონსორებთ? და ვეღარ მითხრეს ვერაფერი. იქვე ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმის მაისურები ედოთ, ბუდუსვე ხელმოწერით, მოვკიდე ხელი, წამოვიღე რაღაც მეტყოდნენ, ჩავჭერი რა. ეს არის ჰაიდენჰაიმის მაისური, თან ერთი კი არ წამოვიღე, 5 წამოვიღე, რომ ყოველ ეპიზოდში გავათამაშო. ხელმოწერას ხედავთ, მე მგონი ჩანს, ხო? არის ორიგინალი, ლამაზი, ყველაფერი. ასე რომ არ ინერვიულოთ ხალხო, რომ იქ ეხა როდის მოვა ის გათამაშება, დღეს გვინდაო, ამაზე არ ინერვიულოთ, დღესაც იქნება. ესე იგი, დაწერეთ კომენტარებში, რაც გაგიხარდებათ და რენდომაიზერი გამოავლენს გამარჯვებულს. ესე იგი, გავმიჯნოთ ეხა, მე რო კომენტარებს ვარჩევ, ეგ სხვა ბაზარია კიდე. მე სხვა ვარ. რენდომაიზერი სხვა არის. საჩუქრებით დატვირთული პერიოდი გვაქვს, მოკლედ. ვისაც ხელგაშლილი ბიჭები მოგწონთ, გამოიწერეთ უჯარიმოდ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილა კი ჩართეთ და გროვებით. აბა თქვენიც.